მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი, ტრენერი და დღეს უკვე წარმოგიდგენთ აზროვნების აკადემიის ახალ ინიციატივას პოდკასტი აღზრდის შესახებ და მე კი მისი წამყვანი. ჩვენი შეხვედრების მიზანია გაგიზიაროთ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც დამხმარე იქნება ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე და მოგცეთ რეკომენდაცია, რომელიც ხელშეგიწყობთ უკეთესად ფუნქციონირების პროცესში და ბავშვებთან კომუნიკაციის დროს. შესაბამისად, ჩვენთან სტუმრად იქნებიან ბავშვის აღზრდის, განათლების, განვითარების სპეციალისტები და სარეაბილიტაციო დარგის წარმომადგენლები. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მხარდამჭერია ბარნი და მადლობას ვუხდი მას ამისთვის. თქვენ კი გთხოვთ, რომ ეწვიოთ ბარნის ვებგვერდ, სადაც დაგვხვდებათ საინტერესო პრიზები, საბავშვო ლიტერატურა და მათ შორის 4 უნიკალური ზღაპარი, რომელიც ვფიქრობ საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. სწორედ ზღაპრებია დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა და ამ თემასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ორ სტუმარს: მარიამ ციკლაური, პოეტი, საბავშვო ავტორი და მთარგმნელი და ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. მოგესალმებით. მიხარია რომ დღეს ჩვენთან ხართ. ჩვენი შეხვედრის თემა არის ზღაპარი და როგორც კი ეს თემა გავიგე, გამახსენდა ჩემი ბავშვების გამოცდილება, რომელიც გულწრფელად უნდა გავაზიარო დაახლოებით მე-7 კლასამდე, მე-9 კლასამდეც ვკითხულობდი ზღაპრებს და რამდენადაც მაბედნიერებდა ეს ზღაპართან კონტაქტი, იმდენად ძალიან მრცხვენოდა, რაღაცნაირად ეს ინტროექტები იყო, რომ თითქოს საკმაოდ დიდი გოგო ვიყავი ამ პატარა წიგნებისთვის. და ამას დიდხანს ვალავდი, მანამ სანამ ფსიქოლოგი არ გავხდი. მე მინდა პირველი კითხვა თქვენ დაგისვათ, ნინო, რა როლი აქვს ზღაპარს ბავშვის განვითარებაში? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და ესეთი საინტერესო და ძალიან აქტუალური თემით, რომ შემოგთავაზეთ ეს თემა. მეც მინდა გითხრა, რომ დღემდე სულ ვკითხულობ და უსმენ YouTube-ზე სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებს, სულ. და ეს პირველი მითი, რომელზეც უნდა ვთქვათ, რომ რატომღაც ხალხს ესე გონია, რომ ზღაპრები არის მარტო ბავშვებისთვის, რომ ესე ნამდვილად არ არის. ზღაპრებში არის მთელი კაცობრიობის სიბრძნე, რაც კი დაგროვდა კაცობრიობაში და უკვე ეს არქეტიპულად, აი კოლექტიურ ქვეცნობიერში ეს არის ყველაფერი. ზუსტად აი ამ სიბრძნეს, ამ ცხოვრების წესს, ცხოვრებისებულ სტრატეგიებს, რო სიკეთე იმარჯვებს, რო რა ჯობია ხო, რო სიზარმაცეს ჯობია, შრომის მოყვარეობა, ვთქვათ, იქ სიძუნწეს ჯობია, გულუხვობა, სილაჩრეს ჯობია, გამბედაობა, სიკეთეს დასთესავ და წინ დადებ, დაგხვდება, გაივლი და წინ დაგხვდება, ბოროტებას დათესავ ისის წინ დაგხვდება და საერთოდ სამყაროს რასაც აძლევ, რომ ის გიბრუნდება, ხო, ეს ყველაფერი, რაზეც არის მთელი ჩვენი სამყაროს კანონზომიერებები, ხო, აგებული ყველაფერია ზღაპარში ფაქტიურად მთელი მორალი, მთელი აი საფუძველი, რაზეც მთელი ცხოვრება მერე უნდა იდგეს ბავშვი და იმ სცენარით იცხოვროს, ეს ყველაფერს იღებს ზღაპრიდან. ამიტომ ნუ აი აუწონელია უბრალოდ ვერც ვიტყვით, აუცილებელია ზღაპარი. და საერთოდ ბავშვი მასაც სწავლობს, რომ სამყაროს შეხედოს როგორც ზღაპარს, როგორც ჯადოსნურს, სადაც მას ყველაფერი შეუძლია გამოუვალი სიტუაციები რო არ არსებობს და ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია, იმიტომ რომ მართლა ჯადოსნურია ეს სამყარო და ჩვენ გვაქვს საოცარი შესაძლებლობები თითოეულ ადამიანს და ამასაც ზღაპარში სწავლობს. აი ყველაფერს სწავლობს. დიახ, და მე მგონი დასრულებით სწავლობენ, მე როგორც მშობელი და პედაგოგი, როდესაც ზღაპარს ვკითხულობ, მგონია რომ არანაკლებ სიამოვნებას განვიცდი ვიდრე ბავშვი. ასია, ზღაპარს ასაკი არ აქვს, მეც ჩაგერთვებით. ზღაპარს არ აქვს ასაკი და მე როცა ბავშვებს ხომ ვესაუბრები ან ზღაპრებზე გნებავთ უფროსებს, სულ მახსენდება და შევახსენებ ერთ მაგალითს, რომ აი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აკაკი წერეთლის ოჯახში ყავდათ გლეხი მეზღაპრე, რომელიც ყველა გადასახადისაგან იყო განთავისუფლებული მთელი წელი და მას ყოველ დღე მისი გადასახადი იყო ზღაპარი, რომელიც უნდა მოეთხრო როსტომ წერეთლისთვის და მთელი ოჯახისთვის. ხო და ისეთი რაღაც არის მაგალითი, ხო არ შეიძლება დაგავწოს. აუცილებელიც კი ის კი არა, რომ დავმალოთ, არ წავიკითხოთ. პირიქით, აუცილებელიც კია ზღაპრულ სამყაროს ზღაპრებს, აი სიბრძნეს თქვენ ბრძანეთ სწორად, მთელი კაცობრიული სიბრძნე, გამოცდილება და რაც მთავარია ზღაპარი, როგორც თქვენ ფსიქოლოგები ბრძანდებით, ეს ჩემზე უკეთ იცით, რომ ქვეცნობიერზეც მოქმედ, პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედ. ცნობიერითაც აღიქმება, მაგრამ ქვეცნობიერით აღიქმება და იქ რაც არის რა შრეებიც არსებობს, აი დაფარული
მითოსური არქეტიპულები თუ აი ჩვეულებრივი ყოფითი. აი ყველაფერს აქვს თითქოს თავისი ობიექტი სადღაც ჩვენს გონებაში, ყველაფერს თან მიდის, ეხება სენსორულად თითქოს რაღაცა. ისედაც არის ბავშვი და ამას აღვიძებს და 7 წლამდე ბავშვი ფაქტიურად არის მთლიანად ქვეცნობიერი, ჯერ არ აქვს მას ჩამოყალიბებული ეს ფილტრი ცნობიერი და პირდაპირ იღებს როგორც პროგრამებს, აი ამ ზღაპრის რაღაც ძირითად მორალურ და იმ კანონზომიერებებს. და სხვათა შორის ადრე აი მე ესეთი ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებში მაქვს წაკითხული ეგ ამბები რომ არ შეიძლებოდა ზღაპრის დღის ნებისმიერ დროს მოყოლა. ზღაპარს ჰქონდა თავისი დრო და კი არა ისეც აქ აი ჩიქობოვასთან შემხვდა წყევლა. ბოდიში ეს შეიძლება ჩვენი თემა არ არის და ძალიან არ სიღრმეში აღარ წავიდეთ, მაგრამ წყევლა რომელიც მოქმედებდა თუ კი ზღაპარს წაიკითხავდი არასწორ დროს. მაგალითად შეიძლებოდა ესე ეუბნებო ესეთი ის იყო აზრი თმა დაქცევა, კბილები დაქცევა, რაღაცები არ შეიძლებოდა, ესე იგი აკრძალვები იყო. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეტყობა კაცობრიობაში ადამიანებისათვის სხვადასხვა დროს. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ზღაპრის ფუნქციურობა. ეხლა არავის რა თქმა უნდა ალბათ ის თმა არ გასწვივდებოდა ზღაპრის მოყოლის გამო, მაგრამ ისეთი აკრძალვები იყო. ანუ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება იყო ზღაპრების საერთოდ ზღაპრის მოყოლის, ზღაპრის თქმასთან მიმართებაში და რა ვიცი, უბრალოდ მე ცოტა გულიმწყდება იმაზე, რომ ზღაპრები შეცვალეს. აი, უფრთხიან. ძალიან ხშირად შემხვედრია, რომ მშობლები აპროტესტებენ, როგორ შეიძლება, აიმე ის მოკვდა ეს სიკვდილს შევახოთ, რაღაცა იმას შევახოთ. ზღაპრებში ეგ ყველაფერი არის, როგორც სამკურნალო ოთახებში თუ რაღაცა მაშინ რომ გაატარო ბავშვი რა, სხვა პროცედურებზე. ისი არის ზღაპრის თემაში. აი, ის, რასაც ჩვენ ვკრეჭთ ძალიან ვატკბილებთ, ვაშაქრებთ რაღაცა რომ ბავშვებს აი არაფერი არ უსაფრთხოდ იგრძნონ ბოლომდე თავი. უზიანოთ მათ ფსიქიკას. მე მესმის კი ბავშვებს უნდა გაუფრთხილდეთ, მაგრამ აი ის რომ ეხა წიქარა აღარ უნდა გადააკეთო, წიქარა და ის ყველაფერი იქ უნდა იყოს, რაც არის მოცემული, ეს უპირობოდ. ესეთი ადაპტირებას არ მივესალმებ. კეთილი. მაშინ გითხარით თქვენი ზღაპრები როგორ იქმნება და აი რა არის ის არქიტექტურა, როგორც აგებთ თქვენ გმირს? ხო, მე ჩემ ზღაპარს ეხა მაგალითად ჩემ პროზას მე ვარ უფრო მე ვთვლიდი აქამდე ყოველ შემთხვევაში ვთვლიდი რომ უფრო ვიყავი საბავშვო პოეტი და ძალიან მიყვარს ეს დარგი და ძალიან ვაფასებ და ზღაპრის არ იყოს ამოუწურავი არის საბავშვო ლექსის და საერთოდ პოეზიის ზემოქმედების შესაძლებლობა, რესურსი, აი ამოუწურავია, როგორც ზღაპარი ზუსტად ისევე მოქმედებს ის კარგი საბავშვო პოეზიაც, მაგრამ მე რაღაცნაირად მომიხდა მიზესთა გამო, მე დავიწყე ჩემი თავი თითქოს აი რაღაცნაირად ვუთხარი ჩემ თავს, რომ რაღაც ახალი ნაბიჯები უნდა გადამედგა და არ იყო მარტო საკმარისი ის რასაც ვაკეთებდი და პროზაზე მუშაობა რო დავიწყე, რა თქმა უნდა, ხა საბავშვო ავტორი და საბავშვო პროზა წარმოუდგენელი არის, რომ ზღაპრის ან აი ამ ჟანრის გარეშე მარტო ესეთი მოთხრობას ვერ დაწერ, ან მარტო იგავარაგს. აუცილებლად იწყებ რაღაცას ზღაპრით, აი ზღაპრული სიუჟეტებით და ჩემი გმირები არიან ხოლმე რაღაცნაირად კრებითი ტიპაჟები, რომელთა თვისებები ძალიან ნაწილი ამ თვისებებისა რეალური ბავშვების თვისებები არის, ვინც ჩემს გარშემო, თქვათ, იზრდებიან და ვიცი და როგორც ბებიამაც, როგორც დედამაც, ხო, რაღაცა ბავშვი როგორც მასწავლებელმაც. 1000 გვარი თვისებაა ისეთი. მე არის მეორეჯერი უკვე პრობლემები, აი რისთვის წერ, აი უბრალოდ ისი აღარ წერ, მე წერ რაღაცა გარკვეული მიზნისთვის, რომ აი იმას მიაღწიო, რაც კიდე იქ მიიყვანო ბავშვი. მე არის ღირებულებები, რომლებიც აი ჩვენს თვალწინ სამყაროში, რა ვიცი, 1000 გვარი ცვლილებები არის, ძალიან ჭარბად არის უკვე ზედმეტადაც კი შემაწუხებლადაც კი ეს ცვლილებები და არის ის იმ ფასეულობებზეც ზრუნავ, რა გინდა შეინარჩუნო, აი რას ეპოტინები, რომ აი რაღაცა გინდა რომ ეს არ დაიკარგო. დიახ. თავარი ღერძი. რაცა რომელზეც აი მართლა საყრდენი და მართლა საჭირო. ხო, მე ეს მიზნებია. ნუ არის მე მიყვარს ძალიან ცოტა იუმორი, ცოტა კი არა ეს მხიარულად
ამ სუბუქებს რაღაცას ხო? რო არის უნდა გემრიელად შეზავდეს აუცილებლად ტექსტში სიმსუბუქე უნდა იყოს. ხო და მე კიდე არის ამხელა მემკვიდრეობა, უზარმაზარი, აი სოფლიო ლიტერატურა ხო თავისთავად ეხლა თარგმნილი, გამოცემული ჩვენი გამომცემლობები ძალიან ყოჩაღობენ და დევს ეს ყველაფერი ღიად, პლუს ქართული ჩვენი მემკვიდრეობა ძალიან ძვირფასი და აი რაღაცნაირად ეს ხაზიც უნდა აცოცხლო. აი როგორ გითხრათ, უნდა იყო ორიგინალური, უნდა იყო ნოვატორიც, უნდა რაღაც ახალი თემები, დროს უნდა უყურო, რა ხდება გარშემო, რა მოთხოვნებია, ტექნოლოგიური ცვლილებები, აგერ 1000 წლევ, ესე იგი მე ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდებოდა. თითქოს ესე აი უბრალოდ მოსული ახალი 1000 წლეულით. ხალხო ეს რამხელა რაღაცის წინაშე რა გავიარეთ. ჩვენ მარტო საუკუნეების ადამიანი არა ვართ, რომ მე-20-დან 21-ში გადმოვედით. ჩვენ 1000 წლეული ცვლილებაგან ვიცადეთ და გამოვიარეთ ჯერ კიდე არა. აი ეს ძალიან რყევები ამითაც არის განპირობებული, რომ ამხელა ცვლილებები, რა ვიცი, აი ყველაფერს ითვალისწინებ ადამიანი და მე ნელ-ნელა რაღაცებს წერ და მიდიხარ უპირობოდ ოღონ განსხვავებით სადიდო ლიტერატურისგან, განსხვავებით სადიდო მწერლობისგან, აი საბავშვო მწერლობას ვეძახი, რომ სარწმუნოებრივი დარგია მეთქი, განა იმიტომ, რომ ყველაფერი რელიგიური თემებზე იწერება, მაგრამ სარწმუნოებრივია იმდენად, რამდენადაც უპირობოდ იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე. წარმოუდგენელია აქ არ გაიმარჯვოს სიკეთემ. ეხლა სადიდო ლიტერატურაში მე დაუშვებ იმას, რომ დიახ დამარცხდე ბოროტმა გაჯობოს მერე რაღაც მერეა კი აღდგები მერე კათარსის ყველაფერი ვიცით ეს რა სქემებია მაგრამ იქ დაუშვებ აქ ვერაფრით ვერ დაუშვებ რომ ბავშვი დატოვო აი ბოროტების პირისპირ შიშის პირისპირ და უმთავრესი კიდე ერთი გასაღები აი რაც ჩვენს ბავშვებს ძალიან აკლია და მარტო ბავშვს არა ადამიანსაც დასრულებსაც ემოციური გასაღების სამყაროსთან. ეს უნდა იყოს ლიტერატურისთვის ამოსავალი, რომ ბავშვში გავაღვიძო ემოციები, აი ეს ემოციური რესურსი შეეხოს ბავშვს. ამალია მალამო არის მართლა. ეს ემოციური ენა ავიწყდებათ ბავშვს. და სხვადასხვა ემოციები, ეს ზღაპარი იძლევა მაგის საშუალებას. ხო, რა თქმა უნდა, იძლევა კი არა, ეს არის ზღაპარი, ხო და უდიდესია მისი ემოციური ზემოქმედება, ხო? გჯერა მივყვებით ის კეთილ ვაკავშირებთ საკუთარ თავს ხო ჩვენს გამოცდილებას ეხება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშნეთ რაღაცა ფრუსტრირებული არ რჩება ბავშვი იმედგაცრუებული არ რჩება ნინო ზღაპარს თერაპიული მიზნებისთვის იყენებენ ფსიქოლოგები აი როგორია თქვენი გამოცდილება ამ კუთხით და რა შედეგები გაქვთ პროცესი რომ აღწეროთ ტექნიკები რომელსაც იყენებთ ბატონო ნუ ზღაპარს ვიყენებთ ბავშვებთანაც და რა თქმა უნდა დასრულებთანაც არის სხვადასხვა ტექნიკები არის რომ თვითონ კლიენტი რომელიც მოდის ჩვენთან ვაწერინებთ სახში წერს ზღაპარს შემდეგ მოაქვს და განვიხილავთ იმას არის რომ უკვე გამზადებულ თერაპიულ ზღაპარს უკითხავთ ამა თუ იმ თემაზე ბავშვსაც და დასრულსაც და ზღაპრი თერაპევტების მიერ არის თითქმის ყველა თემაზე დაწერილი უამრავი თერაპიული ზღაპრები მე სხვათა შორის ხალხურ ზღაპრებსაც ვიყენებ თერაპიის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებს და ძალიან კარგია არის რომ იხატება ზღაპარი ვდგამთ კიდევაც აი დრამათერაპია არის არტ თერაპიის ესეთი მიმართულება სადაც თეატრს ვიყენებთ თერაპიის მიზნით და ვდგამთ ზღაპარს კონკრეტულად ზღაპარი იდგმება სპექტაკლად და ნუ აი საოცარი თერაპიული ეფექტები აი ვერაფრით რო იმ ეფექტს ვერ მიიღებ ნუ შეუცვლელია ფაქტიურად რა ჯერ რა როლს ირჩევ ესეც როგორი სადიაგნოსტიკოა ხო რომელ როლს ირჩევ არამც თუ თამაში არაც დრამათერაპია რა კარგია რომ ამას საუბრობთ აი წერის დროს მე პირადად მაქვს ესეთი მე თვითონ თამაშობ ამ როლებს მე თვითონ განიცდით ამ როლის აი აბსოლუტურად რომ მიყუროთ ისეთი სასაცილო მიმიკები მაქვს ხოლმე იმიტომ რომ აი ის გმირი ვარ იმ წუთას და ეხლა წარმოიდგინეთ რა ბედნიერება ალბათ აი როცა თამაშობენ ამას ხვდები და უგრძნობ ხო სადიაგნოსტიკოც არის რესურსიც იღვიძებს და თერაპიული დიახ ყველაფერი ერთად შემოქმედებითი ბავშვის ალბათ შემოქმედებითი უნარებიც ცნობიერიც ალბათ აი ყველაფერი კრიტიკული აზროვნებაც უნდა დაფიქრდეს გაიაზროს ყველაფერი კი ბატონო და არსებობს კიდევ ესეთი დაუსრულებელი ზღაპრები რომ გადასარევი მეთოდია სულ ვიყენებ დიახ
მოგვიყვეთ ამის შესახებ, აი როგორი პროცესია ეს. ძალიან საინტერესოა, არის ბევრი ვარიანტები და მეც მაგ ახლა სულ წლებია ვიყენებ ამ მეთოდს და დაწყებულია ზღაპარი, ერთი აბზაცი და შემდეგ ეუბნები რომ გააგრძელე. აი ასე იწყება ზღაპარი და შენ დაასრულე ზღაპარი და იქ ნუ აი ერთ-ერთი პროცესი ყველას მოწონს. მე ზღაპართან შეხება საოცარ რესურსებს აღვიძებს, ძალიან ეკოლოგიური, რბილი მეთოდია. არ იწვევს არავის წინააღმდეგობას, იმიტომ რომ ყველასთვის ნაცნობია ეს ჯადოსნური სამყარო, ხო, ბავშვობიდან მაინც და ყველას უყვარს ეს სამყარო. ყველას აქვს ერთი მაინც საყვარელი ზღაპარი ბავშვობიდან. ეგეთ ადამიანს ვერ იპოვი, რომ ერთი მაინც საყვარელი ზღაპარი არ ქონდეს, ან თუნდაც ფილმი. დიახ. და საინტერესოა ბავშვები, რომლებიც ირჩევენ ერთსა და იმავე ზღაპარს. აი ესეც ძალიან საინტერესო პროცესია, მშობლები ხშირად აზიარებენ, რომ დავიღალე ამ ზღაპრის მოყოლით, ხო, აი რატომ ხდება ეს, ხო, რა საინტერესოა, რომ ბავშვი ითხოვს, აი ეს ზღაპარი წამიკითხე. და ვერაფერს რო ვერ ცვლი, ერთი სიტყვა ხო შეიძლება შეგეშალოს. და ეგ კი. და არც უნდა შეცვალო, იმიტომ რომ ამას ესეხსნიან ეს ზღაპრი თერაპევტები, რომ ბავშვს აქვს აი სამყაროს რო შეისწავლის, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ აი რაღაცა არის აი ასეთი და ასეთი განპირობებული და აი ესეთი მოლოდინი უნდა კონდეს, რომ ეს აუცილებლად ესე დამთავრდება, რომ ენდოს სამყაროს. და ის ამტკიცებს, აი ამ სამყაროს როცა სწავლობს, ყოველ ჯერზე ამას ამტკიცებს, აი თუნდაც რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს და ყოველთვის ჯობია რომ სხვას დაეხმარო და ასე შემდეგ, ხო, ბევრი რამე ამ ზღაპარში. ეს როგორც რიტუალი, ესე იგი აი ყოველთვის მოსალოდნელი შედეგები უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ აი ამას ეს მოყვება და ის ბევრჯერ ითხოვს ბავშვი ამის, იმიტომ რომ ბავშვის ფსიქიკას ეს ჭირდება, რომ მისთვის სამყარო აი ამოცნობილი უნდა იყოს, არ უნდა იყოს გაურკვეველი, რომ ენდოს და დაცულად იგრძნოს ამ სამყაროში თავი. რწმუნება, ეს კი. როგორც რწმუნება. როგორც მენა წარმოდგენა სამყაროზე, ხო, სადაც დაცულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ აი რაღაცა იცის რა ხდება ამ სამყაროში, იმიტომ ბევრჯერ ჭირდება და არ უნდა შევცვალოთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ეცვლება, რაც უკვე ჩამოაყალიბა. იმიტომ რომ მშობელს ბეზდება და უნდა რომ შეცვალოს. არ უნდა შეცვალოს. სინამდვილეში ეს მისი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა, ხო? და აი ამ ზღაპრის თითქოს გადაწყვეტა ხდება აი ამ კითხვის რაღაც პასუხის გაცემა, შევსება. გასცა რაღაცას პასუხი, ოღონდ ის უნდა განამტკიცოს ერთი 100-ჯერ. იყოს 100-ჯერ უნდა წაუკითხო ერთი და იგივე რა. ოღონდ მე რა თქმა უნდა სხვა ზღაპრებიც უნდა წავუკითხო, იმიტომ რომ ყველა ზღაპარში კიდე სხვა სტრატეგიებია, რომ თქვათ ერთ სტრატეგიაში არ ჩაიციკლოს რაღაცაში, ბევრი სხვადასხვა უნდა ხო ვერსიები, რა თქმა უნდა. და ეს ფორმულაც როგორი ნაფიქრი აქვს კაცობრიობას ღმერთო ჩემო, ხა მართლაც ისეთ რამეს ეს სალაპარაკოც არ არის, აბა რა ესია. ნაფიქრი აქვს ნააზრები და გამოცდილი და გამოწრთობილია, რომ აი ეს ფორმულები ზღაპრის რა, რომ ესე იგი სამკვიდრო ადგილიდან გასვლა, იქ რაღაცა სიბრძნის თუ ქონების თუ რა ვიცი რაღაც ის ბედნიერების თუ სიხარულის აი მოპოვება, მოტანა, უკან დაბრუნება ისევ. ეს არის ინიციაცია, პიროვნებად ჩამოყალიბების გზა, რომ ეს აუცილებელია. ქვესკნელებში ჩასვლით, ამოსვლით, ყველაფრით, ხო და აი რაღაცა ძალიან აი დიდი და მყარი ცოდნა ეს, ამიტომ აი ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ეს მაქსიმალურად. სახლის დატოვება, რომ მოწყდე მშობლებს და რა თქმა უნდა, ხო ეს ფორმულირებულია, ეს კი და ну ვენდოთ უნდა, აი მე მაგალითად თქვენ რო საუბრობდით, რომ მე-9 კლასამდე ვკითხულობდიო, აგერ პრაქტიკული ფსიქოლოგია აჩვენებს, რომ დიდებსაც კი ჩვეულებრივ ზღაპრებით კურნალობენ და ეს არის მთელი ცხოვრების საგზალი. მოდი ასე ვთქვათ. მარიამ, აუცილებლად უნდა შევეხოთ თქვენს ზღაპრებს და მინდა რომ გამოვყო ერთი გმირი, მეგობრების სკოლა, ყავთ ასეთი გმირი დუდა. საინტერესო ღირებულებას აჟღერებთ, ცუდი ბავშვები არ არსებობენ. ესეთი ძალიან მომხდარა. მეც წავიკითხე და ძალიან მომეწონა ეს ზღაპარი, ძალიან. ერთი ღირებულება, რომელსაც მშობელი აჟღერებს ამ შემთხვევაში ამ ზღაპარში, ბავშვები ადვილად პოულობენ საერთო ენას. თქვენს გამოცდილებაში ესეა, პედაგოგები და მშობლებიც ესე ფიქრობენ, რომ ცუდი ბავშვები არ არსებობენ. იცით რა, ასე უნდა ვიფიქროთ. მე ასე ვიტყოდი, რომ ასე უნდა ვიფიქროთ, ასე უნდა გვჯეროდეს, ასე უნდა დავინახოთ სამყარო. ეს ამბავი ალბათ ჩვენმე გაგვიადვილებს, ვთქვათ, მშობელს მშობლობას გაუადვილებს, პედაგოგს პედაგოგობას გაუადვილებს, ხო ასეა? ნამდვილად. არაფრით არ შეიძლება ბავშვებისადმი, აი როგორი დამოკიდებულება, იცი, დადანაშაულება პირდაპირ, აი რომ მას არ ენდო.
ბავშვს უნდა ენდო. სულ ერთია ვინ იქნები, მშობელი იქნები, ბებია იქნები, პედაგოგი თუ თუნდაც აი ავტორი რაღაც ტექსტის თუ ფსიქოლოგი, უპირობოდ ითხოვს ბავშვი ნდობას და იმსახურებს ნდობას და აი ამ ნდობის ფაქტორიდან მაქვს ზუსტად ეგ დამოკიდებულება, რომ ალბათ ყველა ბავშვი არის მართლა რა სრულად აი რაღაცა ღვთაებრივი ჰარმონიით, სრულად სისავსით სამყარო წარმოდგენილი. ეხლა რა თქმა უნდა, გარეთაც ფიზიკურ სამყაროს რო ვეხებით, გარეთაც ბევრი რამე ჩვენთვის შეუცნობელია, კაცო და ბავშვიც სამყაროც და ადამიანიც სამყაროა. ეს ყველაფერი შეიძლება ისი არდევს და მოსაძიებელი ხდება, აი მოსაპოვებელი ხდება, აი რაღაცა შესაქმნელი ხდება და არის 1000 რამ შეიძლება დამალულად ამ ბავშვი, ხო ჩვენ ადამიანები, ჩვენს გარშემო ხო გვინახავს ჩვენი თუნდაც ცუდი კლასელი, მე როგორი დიდებული ადამიანი გამხდა, ნუ ცუდი ახლა ბრჭყალებში ვამბობ. რა თქმა უნდა. ცელქი. ხო, მიუღებელი ქცევით. აი, ხო და ცხოვრება იცით რა არის? მთელი ცხოვრება, ეს არის აღმოჩენების გზა, ეს არის დღესასწაულები, რომელიც ჩვენ ძალიან ხშირად სადღაც ისე ჩვენგან დაფარულად არის და გონია რომ არ არის და ჩავიქროლებთ ხოლმე და ეგრე არ არის რა. უნდა რაღაცნაირად ვიყოთ განწყობილი ჩვენ თვითონ, რომ ყველა ბავშვი კარგი ბავშვია, ყველა ადამიანი კარგია და დიდებსაც არ უნდა ვუყუროთ ისე, რომ ეს რაღაცა არა, რაღაცა კეთილგანწყობილება უნდა გქონდეს ნუ ბავშვისადმი უპირობოდ. დაბადებისთანავე, აი გინდაც აი ნანინებს რომ უმღერ ფიქრობ, მაშინ დედა ის აი მთელი შენი სამყაროული, აი მთელი კოსმიური სიყვარული რომ გიფოკუსირდება ამ ბავშვთან, რომ ჩახუტებული ყავს და ღიღინებ, არა, ისეთი ბედნიერება. ეს უნდა დიდხანს გააგრძელო მშობელმა ეს დამოკიდებულება და ეხლა რა არის, იცით, არ არსებობს ბავშვი, რომ ზოგს ქცევის დარღვევა, ზოგს რაღაცა 1000 გვარი ნაერია ბავშვი, მაგრამ ზოგადად ჩვენ ასე უნდა ვიფიქროთ, ასე უნდა გვჯეროთ. მშვენიერი ღირებულება აქვს წამოსული ჩემი თვალით. დანახული ეს რაღაცნაირად ინკლუზიურ განათლებას ეხება. იცით ხო, ეს დუდა არის ჯუჯა, პატარა კონდრის ბიჭუნა, რომელიც ტყეში ცხოვრობს და რადგანაც ეხა ასაკიდან გამომდინარე, ნუ იქ ცხოველებიც ყავს შემოყვანილი და რაღაც. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი რაღაც დიდებული საკითხია ის, რომ მას სურვილი აქვს, რომ აი განათლება მიიღო, სკოლაში ისწავლოს, შევიდეს ჩვეულებრივი ბავშვების გვერდით, იმეგობროს, იყოს, იცხოვროს, იმიტომ რომ როგორი ისენი აქვს, აი რაღაცა წარმოდგენები, რომ რაღაცა რობოტის გაკეთება უნდა თუ ტყის მკურნალი შეიძლება, ანუ მისი ფიქრი რაღაცა პატარაა, მაგრამ რაღაცა დიდი ფიქრებია მასთან და ამ ზღაპარში შეიძლება, აი როცა წერდი მეც ვფიქრობდი, ხა შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის აი ინკლუზიური განათლების მიმართულებით შევძლოთ ურთიერთობა ესეთ ვთქვათ განსხვავებულ ბავშვებთან და მეორეს მხრივ ეს პატარა ხარ სანამ ამ აი ძალიან დიდ გზაზე არ შედგები, ცოდნას არ მოიპოვებ, აი ცოდნის სიხარულს, ზრდას, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ადამიანის ერთ-ერთი ბრწყინვალე განცდა, აი ემოციურად, აი ზრდის სიხარულია, ბავშვებს აქვთ თავის თავში აი ზრდის სიხარული და ეს ზრდის სიხარული არ არის მარტო ემოციური ზრდა ან ფიზიკური, ეს აუცილებლად ინტელექტუალური ზრდის ალბათ ხო და კი, აუცილებლად. უნდა იყოს ინტელექტუალური ზრდის სიხარულის განცდაც უნდა გქონდეს. აი ამებზე მინდოდა მესაუბრა ამ ზღაპარში და რა ვიცი თუ და ნამდვილად თერაპიული ზღაპარია, ნამდვილად. მშვენივრად გაართვით თავი, ძალიან მოგვეწონა. კი ბატონო და კიდევ იყო ერთი ესეთი აქცენტი, სადაც ამ გმირის შიშები და ბავშვების შიშები, ამ შემთხვევაში ტიპიური ბავშვების, ხო, ძალიან გავდა ერთმანეთს, ხო, გავდა, რომ ისინიც შფოთავდნენ, რომ იმ ახალ გარემოში რა იქნება, როგორ დახვდება ის ახალი გარემო და ისევე ეს გმირი დუდა. ესე იგი სკოლაში მისვლის პრობლემები იყო. ახალ გარემოში ადაპტაცია. სოციალიზაცია ხდება ამ ბავშვების კი სკოლაში, მაგრამ ეთყობა ბავშვებს აქვთ ეს შიში მაინც, რა როგორი იქნება, რანაირად იქნება, როგორ დაძლევს და ნახეთ ეს დუდა გვაძლევს იმის მაგალითს, რომ ძალიან ძნელად დასაძლევსაც კი იოლად ძლევ, იმიტომ რომ შენს გარშემო არის შენი კეთილგანწყობილი, აი თანატოლების მთელი, რა ვიცი, არმია სკოლაში ხო ბავშვების და წარმოიდგინეთ, რომ ყველა მე არ შემიძლია რომ რაღაცა ძალიან ნეგატიურზე გავაკეთო ხოლმე
სულ მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და აი რაღაც ყველაფერი გამოდიოდეს ეთყობა ძალიან ნათელია თქვენი ნაწარმოებები ყველა მე ხა ჩემ შვილებსაც უკითხავდი და ვიცი და აი სინათლე ზედმეტადაც კარგად მაქვს ხოლმე ყველაფერი და ვიცი რომ შეიძლება ცხოვრებაში თქვათ ესე არ იყოს მაგრამ რაღაცა მჭირდება ეს აი ესე მინდა რომ წერო რომ ყველაფერი უნდა კარგად შესრულდეს აი დასრულდეს იყოს სინა იყოს სიკეთე და ზეობა აი ამ სიკეთის და კეთილგანწყობის ნინო, მარიამი შეეხო რაღაც ადაპტაციის შფოთვა ახალგარემოში და ზოგჯერ ესე დგას ხოლმე საკითხი, რომ მშობლები ძალიან მსუბუქად უყურებთ ამ ახალ ცვლილებას, მათ შორის ქცევის ცვლილება იქნება ახალგარემოში ადაპტაცია. ვითხოვთ შვილებისგან, რომ ეს როგორ არ გამოგდის, შენ ამხელა ხარ რაღაც, აი ჩვენი მშობლების მოთხოვნები და ბავშვის შესაძლებლობები ზოგჯერ ცილდება ერთმანეთს და ის რაც ჩვენ მშობლებს გონია რომ ეს მისი ახალი განვითარების ზონაა, სინამდვილეში ბავშვისთვის ეს უფრო პანიკის ზონა. აი რა რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ ამ დროს მშობლებს, როგორ შეიძლება დაინახონ მათ თავისი შვილები და მიიღონ? ბაღში წასვლაც და სკოლაში წასვლაც ხო ფაქტიურად ორივე სტრესია. იმიტომ რომ სრულიად ახალი გარემოა. რაღაც სოციუმი უკვე გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, რომელიც აბსოლუტურად ახალია. ამ დროს თავარი არის გაგება და თანადგომა და მოსმენა. აი ყოველი წვრილმანის, აი თანამედროვე მშობელს ხო აღარ აქვს დრო, რომ ესე დაუჯდეს, მოусმინოს, მოაყოლოს, გაუგოს. თავარია ბავშვმა ამ დროს მოისმინოს სიტყვები, რომ მე მესმის შენი ეხლა როგორ გეშინია, ან ეხლა როგორ გერიდება იქ შესვლა, ან ეხლა შენთვის ეს როგორი ახალია და მე მესმის შენი. აი ეს თუ გაიგონა, გაიხსნება ბავშვი მასთან ერთად, ესე იგი ეს აუცილებლად უნდა წაყვეს მშობელი და მე მგონი აძლევენ ნებას ხო ბაღშიც და სკოლაშიც რომ რაღაცა პერიოდი ცოტა ხანი მაინც იქ იყოს მშობელი და აძლევენ ამის უფლებას ხო და ეს ძალიან კარგი აუცილებელია იმიტომ რომ შეიძლება ნერვიულობისგან წიკი დაეწყოს ბავშვს მე ვიცი შემთხვევა რომ ისე ინერვიულა ბავშვმა რომ შაქარიც კი დაემართა და არაფრით ეს იგი ძალიან განიცდიან მშობელი ვერც წარმოიდგენს ამ დროს ბავშვი ისე განიცდის ამ ახალ გარემოში რაღაც სანამ ადაპტირდება და მე რო ადაპტირდება უკვე აი პირიქით ის არის მისი განვითარებისთვის აუცილებელი და აი ყველაფრისთვის ну ის გარემო მე უკვე რა თქმა უნდა ბავშვისთვის აუცილებელია რომ ადაპტირდება. ორმაგი შფოთვა ერთი ის რომ მე იმ ახალ გარემოს უნდა გავუმკლავდე და ყველაფერი უცხოა სივრციდან დაწყებული პედაგოგით დამთავრებული და მეორე რომ ჩემი მშობლების მოლოდინები უნდა გავამართლო. ხო ანუ ეს კიდევ უფრო მიზრდის ამ შფოთვას და ზუსტად ეს მაყენებს პანიკურ მდგომარეობაში და ის რომ იგივე იმ გარემოშიც იგრძნონ ბავშვი და არა მხოლოდ გარედან მშობელი იყოს გამაძლიერებელი და თვითონ პედაგოგმაც იგრძნოს ბავშვის საჭიროება, ხო, რომ ზოგჯერ არის რომ ინიციატივა ჭირდება, მხარდაჭერა ჭირდება, უპირატესობის მინიჭება სჭირდება და დავინახო ბავშვი და ვიგრძნო რას განიცდის და არა მხოლოდ ოღონ მე მგონია რომ აი ბაღის ბაღისთვისაც მშობელმა ძალიან უნდა მოამზადოს მშობელმა აი საუბრით, განწყობით, მახსოვს ჩემი შვილიშვილებს დავათვალიერებინე წინასწარ ეს ეზოვა, ნუ ეს ბუჩკებს მოვეფერეთ, ყვავილები ვნახეთ იქ რაღაც მერცხალი ეხა და აი ის გარემო და მიმყავდა ხოლმე. თამაშით სახში ითამაშოს, რომ ვითომ ბაღში მივიდა. ეს ან ვითომ სკოლაში მივიდა, ეს ძალიან აუცილებელი. თამაშით სწავლობს ყველაფერს ბავშვი. ისინი ვეცვატარებთ რომ მასწავლებელი ვიყავი და აბა სახელი და გვარი მითხარი და რაღაცები. ეს იგი იცით რა არის ეხა ისე არ გამომივიდეს რომ ვიღაცას ჭკუას ვასწავლი და რჩევებს ვაძლევთ, ხო? გავაძლიერებთ ჩვენ მშობლებს. მშობელზე, ოჯახზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორ ამზადებს ის ბავშვს და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიდის მერე ბავშვი აი ამ ყოველ შემთხვევაში ის შფოთი, ის ძლიერი შფოთი აღარ არის. ეხლა თავისთავად რაღაცა ეკნება ეს შფოთები და თუნდაც ცნობის მოყარეობა იმ ახალი შერცხვენა არ უნდა იყოს, რომ არ გცხვენია, როგორ ტირი ხარ, შენ უკვე დიდი ხარ. აი ეს არის ეს აი ბავშვისთვის არის კატასტროფა, როცა არ ცხვენე. პირიქით მე მესმის შენი. აი ახლა როგორ ხარ და უბრუნებ იმ ემოციას სახელს არ ქმევიებ, მოწყენილი ხარ თუ და ასე შემდეგ, ხო?
და არანაირი შერცხვენა და მისი პიროვნების პატივისცემა. ეს სულ უნდა იგრძნოს ბავშვმა ყველა სიტუაციაში და ყველაზე მეტად მაინც თამაში ამართლებს, რომ სახლში თამაშობს, აი როგორ მივიდა ბაღში, როგორ მივიდა სკოლაში, ვიღაცა დასვამ შეიძლება პედაგოგის როლში. დღევანდელობის ერთი დიდი პრობლემა ეგეც არის, რომ თამაში დაივიწყეს ბავშვებმა და ჩვენც ეთყობა ვუწყებთ ამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დამეთანხმებით არის. რომ აი თამაშით ხდება ყველაფერი, მართლა თამაში სწავლობ ცხოვრებას, ბავშვმა უნდა ძალიან ბევრი ითამაშოს და სწორად ითამაშოს და ითამაშოს და აი ხა ეს თამაშის უნარი აქვს დაკარგული. აღარც არ უნდათ, უბრალოდ არ უჩნდებათ. ჩვენ ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ, რომ ეს კომპიუტერული თამაშები არის, მაგრამ აი ესეთი რეალური უკვე ნაკლებად არის, ხო? რეალურად, რომ შენ დედა ხარ, მე მამა ვარ, ის შვილი, ეს მასწავლებელი, ეს სახლია ჩვენი. უწინ აი მაკარენკოს სიტყვებია, რომ თამაშიო ბავშვისთვის იგივეა, რაც დიდისთვის სამსახური, ღვაწლი, იგივეაო და როგორც ითამაშებს, მე ისეთი მოღვაწე იქნება დიდობაში. აი ამის აღიარებაც უნდა მოხდეს, რომ რა კარგია რომ თამაშობს, ხო არა დაკნინება, რომ გეყოფა თამაში, მოდი რაღაცა წიგნი წარ, ხო? რა კარგია რომ შენ ამას აკეთებ და მე თუ ბავშვები თამაშობენ, ეზოში გადიან, თამაშობენ. ჩვენ ისეთი დრო დადგა, რომ ეხლა მაგას უნდა ვნატრობდეთ და გვიხარავდეს იმდენად ეს. ბატონო მადლობა. კიდევ გამოვყოფ ერთ თქვენ გმირს ეცამრაზის ხაპრიდან, ვინ ურევდა სკოლის ჩანთებს. ძალიან საინტერესოა ის, რომ თქვათ ამ გმირს, რომელიც სინამდვილეში ურევს, დასაწყისში აქვს საკუთარი ესეთი შემძლეობის განცდა, რომ მე ძალიან მოსწონს მას თავისი თავი. ხო, რაღაცნაირად ესე რეალისტა, ესე შეამჩნიეს. რეალობაშიც გვაქვს ხო ჩვენ ყავს ესეთი ბავშვები, რეალური პერსონაჟია ეს ეცამრაზი. ცით რა არის? ეს ეცამრაზი რო დავარქვი, ეს არის უკუღმა იკითხება იზარმაცე რა, ხო და აი პირდაპირ ბრძანება თითქოს ბავშვი იზარმაცე, ნუ არც დაალაგო, აბურდული, არც ჩანთაჩა, აი არაფერი არ გააკეთო და მე ჯერ რაღაცა სხვა დიდი ტექსტი მქონდა, მე თანდათან ეს ყველაფერი ამოვყარე, მაგრამ ვფიქრობ რომ მაგაზე კიდე ცალკე რაღაც ნაწარმოებს გავაკეთებ. იმიტომ რომ ყველაფერს აიძულებდა მარტო ბავშვებს არა, მე აქ დავკონკრეტდით მხოლოდ ბავშვებზე, მაგრამ ყველაფერს აიძულებდა, აი უსულო საგნებს, ნივთებს, იქ ახლა გასულიერებული იყო ყველაფერი და ამათ აიძულებდა, რომ აი ისე ყოფილიყვნენ რა, როგორც არ უნდა ყოფილიყვნენ, ისეთი ქცევა ქონოდათ რა, ცუდი ასე ვთქვათ. და ეს პიროვნება არა, ნუ რაღაც არსება არის, ეს არსება მე მაგალითად ძალიანაც მომეწონა თავიდან ეს რომ აი ესეთი გამოვიდა, ესეთი დაიბადა, ესეთი შეიქმნა და ბავშვს ვერ დააბრალე, ბავშვს ვერ ეტყვი რომ შენ ზარმაცი ხარ, ხო არ შეიძლება. გამიჯნეთ ესე ვთქვათ ბავშვის ქცევა, ბავშვის პიროვნების. ეს არის. ვიღაცა არის ამ შენ სიზარმაცეში დამნაშავე და მე ხა მაგალითად ესე მგონია რომ ყველა მშობელი თქვათ ვინც წაიკითხავს ამ ზღაპარს მე მგონი ესე მგონია რომ თავის სახლში სადღაც ეცამრაზი იცხოვრებს. კი, ყველა სახლში გაჩნდება ეს ეცამრაზი და მე რთული გზა კი გაიარა, რთული ეხა წარმოიდგინეთ რომ სინანულამდე რომ მიხვალ ეგ არის კაცობრიული მთელი ის კაცად ყოფნის ადამიანად ყოფნის მისტიკაც და მიზანიც და ყველაფერი და ესეც კი მივიდა სინანულამდე ხო და ვნახოთ აბა როგორ მოეწონა საინტერესო იყო ესე ფიგურად რომ გამოყავით ქცევა ბავშვისგან ხო ეს აბა ვერ ვიტყვი იმას ვერ იტყვი რომ ხა ბავშვო შენ ცუდი ბავშვი ხარ ეგ არ ითქმის არ შეიძლება რომ ბავშვს რაღაც ცუდი ითქმის არ ითქმის არ არსებული საქციელზე შეიძლება უთხრა ცუდად მოიქეცმა ციელი კი მაგრამ ბავშვი ვერ ეტყვი მსგავსება, რასაც ეძახი იმას. უნდა იყოს, ვიღაცა უნდა იყოს, ვინც ასე მოიქცევა და ნუ რაღაცა ის ურევს შენ საქციელში რა, ხელს. ხო და ეხლა ყველაფერს აღარ ვისაუბრებ, იმედია მიაღწევს ეს ტექსტები მკითხველამდე და თქვენთან აქვს ესეთი შეკითხვა, რამდენად მარტივია ბავშვისთვის, ან რა გზას გადის ბავშვი ეგრეთ წოდებული ცუდი ქცევიდან, რომ აი რაღაცა ეცამრაზის შედეგამდე მივიდეს, რომ მიიღოს სხვანაირი თავისი თავი შექმნას საკუთარი თავისგან რაღაც უფრო სოციალურად მისაღები ქცევები გამოხატოს. აი, რამდენად მარტივად ხდება ეს პროცესი? რა, რთული პროცესია. ამაში ძალიან გვეხმარება აი თერაპიის დროს ზღაპარი და თამაში. იმ ზღაპარში მე კონკრეტული ბავშვისთვისაც ვქმნი ხოლმე ზღაპრებს, ან უკვე არსებულსაც უკითხავ, ან იქ მისი საჭიროებიდან გამომდინარე ვქმნი და ზღაპარში ხედავს ბავშვი, აი
სხვა სტრატეგიას ქცევის რა შედეგი მოაქვს. და ეს ბევრჯერ უნდა განმეორდეს ზღაპარში, რომ განმტკიცდეს ეს ბავშვის ფსიქიკაში, რომ აი ეხლა ხოს ქცევის ეს სტრატეგია და გაქვს ეს შედეგი. აი სხვა სტრატეგიას როგორი კარგი შედეგი მოაქვს და რას ნიშნავს ეს კარგი, აი უნდა დაინახოს ძალიან მკვეთრად ბავშვმა, რატო უნდა შეცვალოს ეს ქცევა, აი რა ეფექტები ექნება ამას, რა სიკეთე იქნება აქედან, თორე ისე რატო შეცვლის, ხო? აი ზღაპარი ამაში ძალიან გვეხმარება, რომ კარგად დაინახოს ის ახალი სივრცე, რას იძლევა ის შეცვლილი ქცევა, ხო? აი ზღაპარი არის შეუცვლელი მაგ დროს. და მით უმეტეს თუ პატარა ასაკში იქ ცხოველები შემოყავს, კურდღელი, ზღარბი, დათვი და ისეთი ახლობელია ეს ბავშვისთვისაც, ისეთი გასაგები ენა. 5 წლის ზემოთ უკვე შეიძლება ეს ჯადოსნური ზღაპრები და აი 5 წლამდე უფრო რეკომენდებულია ეს ცხოველებიც და ძალიან იოლია ეს ენა რა და თამაშით. და თუ მოტივები, რომლის გამოც თქვა აირჩია ეს ქცევა, იმიტომ რომ შეიძლება მისთვის ეს კომფორტულია, მაგ პირობითაც შეიძლება ჩემი ქცევის მოტივი იყოს მივიღო ყურადღება. თუ იმ დადებითი ქცევებითაც აღმოჩნდება, რომ მე ვიღები მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ, აღმოჩნდება, რომ მე რაღაცნაირად რატომაც არა. ოღონდ ის უნდა დაინახოს. ის უნდა დაანახო, აი ამაშია ყველაფერი რა. სირთულე ხო? ერთ ზღაპარსაც შევეხები, უბრალოდ ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ. ნატო რატო რორა. ნატო რატო რორა. ესე უნდა ვთქვათ ოღონდ ნატო რატო რორა. რო ცოტა ენასაც სამ დროს კი ენის გასატეხათაც დგადენ. ისე რომ ბევრი ხო. ღიმილი მომგვარა იმან რომ თქვენ აღნიშნეთ რომ აი რაღაც ახალი ელემენტები შემოვიდა და აქ იყო ნახსენები მის ცნობის მოყარეობაში ანიმეებიც. ბევრ რა ჩამონათვალთან ერთად შემოიტანეთ ეს ანიმე და რაღაცნაირად უფრო მისაღები გახდა თითქოს ეს ზღაპარი კიდე რაღაც შეეხო კიდე უფრო ესე იგი ამასაც აინტერესებს და მეც მაინტერესებს ეს ანიმეები და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამე, ცნობის მოყარეობა, ემოციების დაკარგვა და შიში. 3 ძალიან, ესე ვთქვათ, ღირებული თემა, დიახ, ცნობის მოყარეობა, ემოციების დაკარგვა და შიში. და საინტერესო შედეგამდე მიხვედით, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ამ ზღაპრის ფინალში შიშთან დამეგობრება. ხო რაღაცნაირად ეს ბავშვი როგორ შემოდის ისიც ეშინია, ვთქვათ, როგორ შეიძლება გაპოზიტიურდეს. აი როგორ მიხვედით ამ ეტაპამდე, რატომ ეს გადაწყვეტი? ეხლა რო გისმენთ გამახსენდა რევაზინანიშვილის ერთი ზღაპარია, გოგონა, რომელსაც ღამის ეშინო და ღამის და ნუ ეხლა როგორი მწერალი და როგორი ძვირფასი სახელი და გვარია. აი რევაზინანიშვილთან წავიკითხე, მახსოვს მაშინ რა პირველად რომ ღამის ყველა ბავშვს ეშინს ბავშვს კი არა დიდებსაც გვეშინია სიბნელის და რაღაცა და რა საოცარი ზღაპარია იმ მშობლებს ვთხოვდი რომ თუ თქვათ მივიწყებული აქთან რაღაცა რომ აუცილებლად გაეცნონ ამ ზღაპარს ხო და შიშთან დამეგობრება ეს არის მთელი ფოლკლორის აი მთელი ზღაპრების ესეთი ხაზი ყოველთვის აი იმ შიშს რაც გაქვს შენ რაღაცნაირად აი ურთიერთობას ამყარებ მასთან რა და აი ეს არის გამარჯვების ფორმულა. როგორც კი ამ შიშს შენ გაუნაპირდები და მას დატოვებ შენგან შორს, რა ვიცი თუ სწორად ვამბობ, მე ესე აღვიქვამ, რომ როგორც კი ამ შიშს შორს დატოვებ, არ გაიცნობ, არ დაუახლოვდები, არ შეისწავლი, არ შეიცნობ. არა, ეს რჩება რაღაცა საშინელებად ეს შიში ბავშვისთვის მარტო არა, დიდისთვისაც და აი მთელი ასე ვთქვათ, ვაშკაცობა რა, მთელი ესეთი სიმხნევე შენი სულიერი რაღაცა ძალების, სწორედ ის არის პატარა ხარ თუ დიდი ხარ, რომ ეს ყველაფერი კარგად გაიგო, კი, მაგრამ რისი გეშინია, რა არის ეს სინამდვილეში და მოუძებნო რაღაც ისეთი ფორმა ზღაპრებშიც, აი მთელი ის დევები, საშინელებები, ეს ყველაფერი ჩვენში არსებული რაღაც ჩვენი ჭრდილოვანი ნაწილია, გარეთ გამოტანილი. ასე უყურებ ჩვენ, ხო, გარეთ გავიტანეთ და შევხედეთ. და რა ვიცი, ეს არის აი გამოცდილება რა, ჩემიც როგორც ერთი ადამიანის, ერთი დედის, მაგალითად ერთი ბებიის თუნდაც, რომ უკვირდები, როგორც უნდა დააძლევინო პატარას შიში. აუცილებლად იმას გააცნობ. აი მე მქონდა ბავშვობაში, მე თვითონ ღამის პეპელა ხო სრულიად პირს ვერ გააღებს, ვერ ჩაკლაპავს, ვერაფერი, მაგრამ აი რაღაცა საშინლად მეშინო და აი რაღაცა ბზუილა და ესეთი გაუთვლელი ტრაექტორიაზე მოძრავი არსების. რა იყო ეხლა, ნუ ყველგან შეიძლება ღამის პეპელას გადაეყარო, მაგრამ
მე იმდენ რაღაცაში მაქვს ნაწარმოებებში, სადიდოშიც, საბავშვოშიც. აი და ჩემ თავს ვიჭერ, შენ წერებზე იმიტომ გაქვს ბევრი საბავშვო ლექსები, რომ პატარა რო იყავი გეშინოდა ამ წერების. აი კალია რო გადახტება. გობრდებით ახლა? უნდა დავმეგობრდეთ, რა ვიცი, ეს არის ახლა ისეთი მსუბუქად ნათქვამი მოტანილი ფორმულა. შეისწავლეთ ის შიშები, შეისწავლეთ ის ამბები, რაც გაშინებთ, ჩახედეთ თვალებში და უმეგობრდით თუ არა, ყოველ შემთხვევაში გაიცანით, ნუ დატოვებთ მას თქვენგან შორს, ნუ იქნებით დისტანცირებულები ამ შიშებიდან და ეს ყველაფერი აღმოჩნდება, რომ აი სრულიად ჩვეულებრივი ნაწილია ცხოვრების, სრულიად ჩვეულებრივი. შვენიერი. ნინო, თქვენც რომ გითხრათ, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა, ემოციების დაკარგვა, ამ შემთხვევაში და შიში, აი ეს სამი მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორ რაც ამ ზღაპარშია, ხო? ზოგადად ისეთ ბავშვების გამოცდილებაშიც, თუნდაც ადამიანის გამოცდილებაში, ხშირად გვაქვს ხოლმე ესეთი შემთხვევა, როცა მშობლები ამბობენ, რომ აი ძალიან ცნობის მოყვარე ბავშვი იყო, ყველაფერზე დადიოდა და უცებ დადგა ასაკი და პუბერტატის ასაკში არაფერი აღარ აინტერესებს ჩემს შვილს. აი თუ არის აი ამ სამრგოლთან ეს დაკავშირება. კი, როგორ არა. რა თქმა უნდა, ეს პუბერტატის, ანუ გარდატეხის ასაკი, ეს ყველაზე რთული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში და ჩვენ პირდაპირ მაგ ასაკში ხوار ვიბადებით პირდაპირ დაბადებიდან ვემზადებით თითქოს ამ ასაკისთვის, ამ ყველაზე რთული ასაკისთვის. და ეხლა როგორ უნდა მივეხმაროთ ბავშვს, რომ მოემზადოს, მზად შეხვდეს ამ გარდატეხის ასაკს. თავარი მაინც მანდ არის, რომ ყველა ასაკში შევაჩვიოთ აიღოს თავის წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იმ ასაკში შეუძლია რომ გააკეთოს. რაღაც ასაკში უკვე კოვზით ჭამა შეუძლია, რაღაც ასაკში ჩაცმა შეუძლია, რაღაც ასაკში თოჯინების სათამაშოების ალაგება შეუძლია, რაღაც ასაკში თქვათ ნაგვის გატანა თუ მოხვეტა თუ არ ყველა ასაკს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. ამას რომ ეჩვევა ბავშვი გარდატეხის ასაკში, აი ბუნებრივად იღებს უკვე იმ ნახეთ სირთულე რა არის გარდატეხის ასაკში ბავშვის რაღაც ნაწილი ჯერ კიდე ბავშვია და რაღაც ნაწილს ძალიან უნდა დიდობა, უკვე გონია რომ დიდია და ეს ორი ნაწილი თითქოს ხან ებძვის ერთმანეთს, ხან ვერ უგებს ერთმანეთს. ის ბავშვური ნაწილი ითხოვს ისევ ზრუნვას, ისევ ყველაფერი რომ გაუკეთო, ისევ არ უნდა თავისი ოთახის დალაგება, უნდა რომ შენ გაუკეთო ყველაფერი, მაგრამ ის დიდი ნაწილი უკვე ითხოვს რომ მე როგორც მინდა ისე უნდა ვიყოს და თქვენ ვინ გეკითხებათ და მშობელი აღარ ხდება ავტორიტეტი და თვითონ არის დაბნეული, თვითონ ძალიან უჭირს, მაგრამ თუ ის მანამდე შეჩვეული ამას, რომ აი რაც გამოწვევებიც არის, იმაზე იღებს პასუხისმგებლობას. სხვა შორის ძალიან კარგი ექსპერიმენტი ჩაატარა ერთმა რუსმა ქალმა ფსიქოთერაპევტმა, ესეთი რომ 8 საათის განმავლობაში ბავშვებთან იყო ესეთ შეთანხმება, რომ სახლში ან მარტო უნდა ყოფილიყვნენ, ან თუ მშობელი იქნებოდა, არ უნდა დალაპარაკებოდა, მშობელი თავისთვის უნდა ყოფილიყო და 8 საათი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი გაჯეტის გარეშე. და მე რაღაცით ჯილდოვდებოდნენ ბავშვები. და ესე იგი ძალიან ერთმა თუ ორმა ბავშვმა გაძლო ეს 8 საათი, რომ დაგეგმეს ხან, ივარჯიშეს ხან, წიგნი წაიგეთ ხან, გაისეირნეს ხან, ძაღლი გაასეირნეს ხან, რაღაც საჭმელი გააკეთეს. და უმრავლესობა 3-4 საათში დაეწყოთ ესეთი გულის აჩქარებები, რაღაცა შფოთვები, ხო? და ვერ, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ შეჩვეულები არც დროის დაგეგმვას, არც საკუთარ თავთან მარტო ყოფნას, არც რაღაცაში შემეცნებას, აი ამ სამყაროს რომ ურთიერთობას, აი ამ, ესე იგი, საკუთარ თავთანაც და რაღაცა გარე ობიექტთან, რომელიც ძალიან საინტერესოა და შენ შეგიძლია დააკვირდე იმას, აღიქვა, თუნდაც წიგნის წაკითხვაც ესე იოლი ხო არ არის, წიგნიდან ის აზრი უნდა გამოიტანო, ის აზროვნების აქტი ხო უნდა იყოს, ხო? ამას თუ არ არის შეჩვეული, აი უმრავლესობას გავუდი თუ 2 თუ 3 ბავშვი იყო, რომ ჩვეულებრივად გაატარეს ეს 8 საათი. ხო და აი იმიტომ რომ რატო ისინი შეჩვეულები მანამდე არსებული გამოცდილებები იყო. ჰქონდათ ეს გამოცდილება, იქ სპორტზეც დადიოდნენ, ხან ხატეს, ხან წიგნი წაიკითხეს, ხან ივარჯიშეს, რაღაც, აი იცოდნენ, საკუთარ თავსაც უფრო იცნობდნენ და სამყაროშიც უფრო ადაპტირებულები იყვნენ და ამიტომ ეს იწყება დაბადებიდან ყველაფერი რა. ნუ ვამზადებთ ბავშვს ამ გარდატეხის რთული ასაკი. აღიარებულია რომ ყველაზე რთული ასაკია ადამიანის ცხოვრებაში და მართლა უნდა მოვამზადოთ. და მე მშობელი აღარ არის ავტორიტეტი და მშობელსაც ალბათ აი ცოდნით აღჭურვაც სჭირდება, შესწავლა რაღაცების საკითხვა, ანუ რაღაცნაირად თეორიული ცოდნა მაინც იცით.
ხო, ეს ყველაფერი დაეხმარება, საჭიროა აუცილებლად. ფიქრობ, ყველა ასაკში ჭირდება მიმღებლობა საკუთარი შვილის. იმიტომ რომ ცნობის მოყვარეობის ჩაკვლაც რაღაცნაირად არის დაკავშირებული იმაზე, რომ დომინირება მოახდინა სადღაც ვიღაცამ და ჩაკლა მისი ეს რაღაც ცნობის მოყვარეობა და რაღაც შიში შემოვიდა, რომ ეს მე არ გამომივა, ეს საინტერესო არ არის, ეს არ მოეწონებათ, ისევე როგორც მე ბავშვობაში. ან არ მისცა საშუალება, რომ ბევრი რამე მოესინჯა და გაეცნო საკუთარი ნიჭები და უნარები. ღიზიანდებია მშობლები, რომ აი ხო გატარე იმაზე, ეხლა ხატვა რატო გინდა 10 წრეზეც რომ მოითხოვოს, უნდა მესმის რომ ეს თქვა ფინანსებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ ცოტა ხანი მაინც რომ მოსინჯოს, ხო? იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავისთავად გაიცნოს და აი აქ უკვე მოთმინება მართებს მშობელს, რომ მოასინჯინოს ბევრი რამე, ეს არის აუცილებელი. ხო. მისი ცნობის მოყვარეობა დააკმაყოფილოს. კი ბატონო. კეთილი და ბოლოს შეკითხვა მაქვს ესეთი, როგორ შეიძლება ავირჩიოთ სწორად ზღაპარი? როგორ შეარჩიონ მშობლებმა ზღაპრები? უამრავი შესაძლებლობა არის, ასაკებიც განსაზღვრული, როგორ შეარჩიონ ზღაპრები? თქვენ ბრძანეთ, მე ჩემას ვიტყვი. ისე უფრო თქვენი აზრი საინტერესო იქნება ჩემთვისაც და მოგისმენთ ყურადღებით. ეხლა საგამომცემლო თვალსაზრისით ადრე არ იყო ხოლმე ესეთი ზოგადი წარწერა არსებობდა, აი მაგალითად არსებობდა ესეთი წარწერა სკოლამდელი ასაკისათვის და არსებობდა უმცროს კლასელებისათვის და ეს იყო რა ნიშნული წიგნზე ყოველ შემთხვევაში ასე იყო მითითებული და ეხლა გამომცემლება ალბათ რა მოთხოვნის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნულები დასვეს წიგნებზე უკვე ყველა საგამომცემლო ესეთი მენიუში არის წიგნები პირდაპირ გამზადებული არის ასაკები ეს ამ ასაკისთვის ეს 0-დან 3-მდე ეს 3-დან 3-4 წელი ეს 5-6 წელი ყველაფერი არის ეხა ბაზარი გაჯერებულია ძალიან საინტერესო წიგნებით ეს იქნება უცხოური ლიტერატურა თუ ქართული ლიტერატურა მოსაძებნი მართლა არის იმიტომ რომ ბევრი არის და მშობელი ეხა ყველაფერს ვერ ყიდულობს მაგრამ აღარც ის კულტურა აღარა გვაქვს რომ აი ბიბლიოთეკებში ყველაფერი იყოს და ჩვენ ბიბლიოთეკებში და ბავშვებთან რაღაც ესეთი აქტიური რგოლი აღარ არის სამწუხაროდ ეხლა ევროპულ საბავშვო ბიბლიოთეკებს რო გადახედავ ნუ ისეთი პროგრამებით არიან და ისეთი საინტერესო ცხოვრება აქვთ რა ვიცი და დადის ბევრი ბავშვი დადის იქ და ჩვენთან ეს ნაკლებად მაგრამ ყოველ შემთხვევაში მშობელსმაც უნდა იკითხოს და უნდა ეძებოს უნდა იცოდეს რომ ეს ისეთივე მოსაძებნია როგორც მაგალითად ხარისხიანი საკვები როგორც ხარისხიანი სამოსი, როგორც ყველაფერი ხარისხიანს ხო ეძებს მშობელი. ჩვენ ცოტა ვურევთ ზოგჯერ ბავშვებს რაღაცა ვტვირთავთ, სხვათა შორის ბაღებშიც მხდება ეს, სკოლებშიც მხდება დაწყებით კლასებში. აი ვტვირთავთ რაღაც ისეთი ლიტერატურით, რომელიც საერთოდ არ არის ამ ბავშვისთვის დაწერილი, კაცო. ისა 4 წლის ბავშვმა შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მე არ უნდა წამიკითხოს იმიტომ კი არა რომ ჩვენ გალაქტიონს რამის ვუწუნებთ ამ დიდ პოეზიას უბრალოდ რაღაცა ჩვენს გმართებს მშობლებს რა ცოტა მეტი აზროვნება და ცოტა მეტი გულისყური გამოვიჩინოთ და შევურჩიოთ ზღაპრე ხა როგორ შევურჩიო არ ვიცი მაგრამ რო არის ეს ნამდვილად ეს იქნება ხალხური ზღაპრები. აი ძალიან დაკრეჭილები არ მომწონს ეს დაჭრილი ზღაპრები, ამას ვაღიარებ, იმიტომ რომ ის ზღაპარი ფუნქციურად ისეთი სჭირდება იმ ბავშვს, ხა შეიძლება რაღაცა კი ადაპტირებას გრიმებმა მთელი ფოლკლორს გაუკეთეს ადაპტირება და რაღაც, მაგრამ ხა მე კიდე მივდგე და ყველაფერი ვჭრა, იმიტომ რომ რაღაც ბოლოს წასაკითხე არაფერი კონდეს ამ ჩემ ბავშვს და მარტო დაათვალიეროს ეს პრინცესები, ეგ მაგის მომხრე არ ვარ. იკითხონ, იტირონ კიდეც, ცრემლი ფანტასტიკური რამეა სამყაროში. მადლობა მერს რომ ცრემლი გვაქვს. ხო და ისა დაფიქრდნენ, ეტკინოთ, ბავშვებს ეს ყველაფერი ჭირდებათ. და რა ვიცი, კარგი ლიტერატურა, ხა ჩვენი გამომცემლებიც რა თქმა უნდა გამოსცემენ იმ ლიტერატურას, რაც მთელ მსოფლიოში აღიარებულია და უკვე რაღაც რეიტინგულია ის ნაწარმოები და ის წიგნი და ყოველ შემთხვევაში უნდა ვენდოთ, სხვა გზა არ არის, უნდა ვენდოთ
საგამომცემლო აი პროდუქტსაც უნდა ვენდოთ და ჩვენც უნდა ვეძებოთ ჩვენი შვილებისთვის რა ნურც ხალხურს დავივიწყებთ ნურც ჩვენს ქართულ ფოლკლორს უნდა დავივიწყებთ მე ძალიან გულიმწყება არ ვიცი ყველგან ვამბობ ამას და თქვენთან შეხვედრასაც გამოვიყენებ სამწუხაროდ ძალიან გულიმწყება რომ მიდის ისეთი ტენდენცია, პირდაპირ ტენდენცია მიდის რომ აი ბავშვებს ვატერორებთ, ლექსები არ ვასწავლოთ, ეს არ უნდათ. ნუ არავინ არ გთხოვთ ხალხნო რომ როზგით დავაზეპირებინოთ ბავშვს ლექსი. ნუ რაფერს ნუ ვაიძულებთ, მაგრამ ეს იმას ხوار ნიშნავს რომ არ წავუკითხოთ. წავუკითხოთ ხალხური ლექსებიც, წავუკითხოთ კარგი ავტორების პოეზიაც, ზღაპრებივით მოქმედებს. აი ზღაპარივით არის კარგი ლექსის კი, ნამდვილად. ყველა ადამიანის სული პოეტურია და ეს არ შეგვეშება რომ პოეზია არ წავუდგეთ. უნდა წავუკითხოთ. სამყაროსთან ურთიერთობის, აი მოკლე ჩართვასავით, ეს არის სამყაროსთან ურთიერთობის ყველაზე მართალი გზა, როგორც შეიძლება პოეზიას ააცდინო ბავშვი, იმიტომ რომ სადღაც გაიგერო თურმე აი ეს არ შეიძლება ლექსების კითხვით დავსტრესოთ ბავშვი. ნუ დასტრესავთ, სიამოვნებ, აი ის სიამოვნების მარცვალი იპოვნეთ. აპოვნინეთ, დაანახეთ რა არის მშვენიერი და არანაირი სტრესი ამას არ ექნება. რა ვიცი, ვეძებოთ მშობლებმა რა კარგი წიგნები, სხვა რჩევა ეხლა არ მაქვს ესე კონკრეტულად. მე მგონი შესანიშნავი რჩევა. ანინებიდან დაწყებული თქვენ შვილებთან ლიტერატურის აი სიტყვიერების, სიმღერის იქნება ეს თუ ზღაპრის იქნება, მიიტანეთ ეს მადლი. ნუ გაუუცხოვდებით ლიტერატურას, სიტყვას ნუ გაუუცხოვდებით, იმიტომ რომ კაცობ ჩვენ არ ვართ ახლა ჩვენით არ დაწყებულა სამყარო, კაცობრიობამ იცის, გამოსცა და ნახა, საუკუნეებს გაუძლო ამ ყველაფერმა და ჩვენც აი გამზადებული გვაქვს ეს ყველაფერი, ეს გამოვიყენოთ რა, გამოვიყენოთ, ეგ არის, მეტი არაფერი. მადლობა. ნინო, თქვენც რომ მისცეთ მშობლებს პრაქტიკული რჩევები, ზღაპრის შერჩევის თვითყვი, ნუ პირველ რიგში ხალხური ზღაპრები ნებისმიერი ქვეყნის აუცილებლად უნდა წაიკითხონ. არის რა თქმა უნდა უამრავი ეს საავტორო ზღაპრები და მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ხა ამ ბოლო ხანებში კიდე წავიკითხე რაღაცები, ძალიან კარგი ქართველი ავტორები ყავს და საბავშვო ლიტერატურა, ეხლა აი მართლა, აი ნუ თქვენ ხო თავისთავად არა მარტო მე არა, ძალიან კარგი ავტორები ყავს, აი ნამდვილად. აი პირდაპირ აი გული გამინათთა რომ წავიკითხე, იმ ხელარჩევნია მარტო ქართველ ავტორებში. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეთნოფსიქოლოგია და ეს ქართველი ავტორი, ქართველი ბავშვისთვის კიდე სხვა არის, ხო, რა თქმა უნდა, უცხოელი ავტორებიც აუცილებელია. მითოლოგია ყველა ქვეყნის და ჩვენ აი იციან უფრო ბერძნული მითოლოგია და ქართული, ახლა გამოვიდა სხვათა შორის. არა, არის გამოცემები, კი, ქართული მითოლოგია ბავშვებისთვის, ყმაწვილებისთვის არის ძალიან კარგი გამოცემებია ბევრნაირი. ნახე და ეს მითოლოგიაც როგორც ზღაპარი ყველა პერსონაჟი არქეტიპულია, იმდენად სწავლობენ იქიდან და რადგანაც ყველა ბავშვმა იცის ეს ბერძნული მითები და ქართული რაღაც და ამაზე ბერძნებიც ზრუნავენ, რომეცადეთ. აბა თქვენ თუ იცით, ბერძნული ზღაპრებიც არის გამოცემული. ძირითადად ხო სულ ბერძნული მითებია, მაგრამ აი ჩვენ მომიწია რედაქტორობა ასეთი წიგნის და ბერძნული ზღაპრებიც გვაქვს და თვითონვე თქვეს, რომ აი ჩვენო სულ ძირითადად მითოლოგიაო და აი ვიზრუნეთო რომ ზღაპრები. და მე კიდე მინდა დავამატო, რომ ეს აუცილებლად რაც ქალბატონმა მარიამ აბძანა ეს ყველაფერს ვეთანხმები და დავამატებ იმას, რომ სანამ ბავშვისთვის მშობელი შეარჩევს თვითონ სასურველია რომ წაიკითხოს ის წიგნი, რომ მე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია ერთად განხილვა მე ამ წიგნის ბავშვთან იგივე ჩემი აზრით იგივე პროცესია რომ ან წაუკითხო ან თვითონ წაიკითხოს და მე იგივე მნიშვნელობის პროცესია რომ განიხილო ეს წიგნი ბავშვთან რაღაც იმ პერსონაჟზე ისაუბრო გაუმტკიცო ის ღირებულება რაც მიიღო იქიდან ხო ის სტრატეგია რაც გაიცნო რაღაც ცხოვრებისეული ამიტომ აუცილებლად თვითონ რაღაცნაირად დრო უნდა გამოყოს მშობელმა რომ ის წიგნი თვითონ წაიკითხოს რომ მე ეს საუბარი შედგეს ეს აუცილებელი პროცესი ასე ვითარდება კრიტიკული აზროვნება და საერთოდ აზროვნება კი აზროვნება და მე კლასშიც აი სულ ვთხოვ ხოლმე როცა მიწევს ახლა სკოლებში საბავშვო ავტორებს რო გვიწევენ და მიწევს იქაც სულ ვამბობ რომ კლასში მეგობრობა რომ საერთოდ ახლა
უმნიშვნელოვანესი რაღაცა განცდა მეგობრობის განცდა ერთიანობის აი კლასის თუნდაც შეკრული იყოს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რომ იგრძნო გვერდით შენს თანატოლებში მეგობრები ყავდეს ამ მეგობრობას უწყობს ძალიან ხელს როცა საერთო წიგნი გაქვთ აი როცა საერთო წიგნზე საუბრობთ ყავთ გმირი რომელიც შენც მოგწონ მე რაღაცა ვერ აღმოვაჩინე შენ მეტყვი მიმანიშნებ იმაზე ხო და ძირითადად სერიალებმა შეცვალა ეხა ეგ პროცესი ხშირად პერსონაჟიც კი გვეხმარება ხოლმე რომ ბავშვებმა ერთმანეთი კიდევ მეტად დაიმეგობრონ შეიცნონ აი რაღაც კი აი ფენტეზის ჟანრიც ძალიან კარგია და შეიძლება კარგად გამოყენება ამისი რომ უყვართ ეს ფენტეზის ჟანრი და მადლობა რომ ქართველი ავტორებზე კარგი სიტყვა თქვით ძალიან კარგი მე გაოგნებული ვარ ისე მომწონს მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ზღაპრები დიახ და დავამატებ რომ ალბათ ახლა თქვენ აი სერიალები ახსენეთ ალბათ კიდევ ის უპირატესობა აქვს რომ კითხვას აქვს თავისი ტემპი ჩვენ ხო ყველას აღქმის განსხვავებული ტემპი გვაქვს და ალბათ აი ამ ტემპში როცა ზღაპარს ვაზიარებთ ზუსტად ერგება ის ჩემ ტემპს და მაქვს ანალიზის საშუალება და კიდევ კრეატიულობა შეიძლება შევიტანოთ მე ბევრჯერ გამიკეთებია რომ შინაარსი ცოტა შემიცვლია და მოვარგებ თქვა ბავშვის საჭიროებას ბავშვის საჭიროებას კი ეს ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა ზღაპარი თქვა ანიმაციის შემთხვევაში არ გვეძლევა უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ თქვენი მობრძანებისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ მწერალი, ქალბატონი მარიამ ციკლაური და ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. მე კი მინდა ვთქვა, რომ ჩემ შფოთვას, რომელიც დასაწყისში გავაზიარე, აი ამ შფოთვას დიდი სიმშვიდე მოჰფინა ერთ-ერთი ფსიქოლოგის ფრაზამ, რომელიც ამბობდა, რომ ზღაპრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეალობაში გასარკვევად და იმ სამყაროს გადასარჩენად, რომელსაც მოზრდილები მართავენ. უღრმესი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის და სტუმრობისთვის. მადლობა.